ჩვენი გეგმის მესამე ელემენტი არის ჯანდაცვა. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ შევძელით ის, რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო სულ ახლო წარსულისას. ჩვენ 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო. დღეისთვის უკვე 90-მდე ახალი თანამედროვე კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ქალაქში. მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 40 მეტრზე მეტი საავადმყოფოს გახსნა, შედეგად 2012 წელს საქართველოში 130 ახალი სამედიცინო დაწესებული იქნება აღჭურვილი უახლოესი ტექნიკით და ჯანდაცვის პროცედურებით თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს არის გარღვევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში. შეიძლება ეს არის ახალი ატვრის წერტილი, რადგან ვიდრე ახალი საავადმყოფოები არ იყო საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა ჯანდაცვა. რამდენიმე დედაქალაქში მოკლედ ჯანდაცვის საავადმყოფო აყრილი იატაკით, სიბინძურით, ანტისანიტარით, უამრავი ადამიანი დაავადდა ჰეპატიტით ამ პირობების შედეგად, უამრავ ადამიანს ვერ მოუარეს პოსტსაოპერაციო პერიოდში ამ პირობების შედეგად და ესეც კი ხელმისაწვდომელი ყავხიზა. ამიტომ ვინც მისტირეს ძველ საავადმყოფოებს შეუძლიათ აწი ყველანი დაწვეთ ძველ საავადმყოფოებში. ახალ საავადმყოფოებში გაგვატარეთ ჩვენ ვისაც გჯერა რომ ისე 100 თავით ჯობია იმას რაც იყო. ამასთანავე საქართველოში ქმნით სოფლიოში მოწინავე მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის ახალშესაძლებლობებს, მაგრამ ისეთაც როგორიც არის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციები. თანამედროვე მედიცინაში ესე გადამწყვეტი დღეს, როდესაც ასია მოდებული ჰეპატიტით C, როდესაც ციროზი არის ამხელა საფრთხე. ერთადერთი გამოსავალი გარდა ღვიძლის გადანერგვის არის ღეროვანი უჯრედები, ეს ოპერაციები უკვე კეთდება. ამიტომ ჩვენ შევქმნით საპრეზიდენტო პროგრამას ზოგადად ჰეპატიტთან ბრძოლის, მაგრამ განსაკუთრებით ციროზების კუნალობის, იმიტომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ამის გამო კარგავს სიცოცხლეს. ასევე მნიშვნელოვანი გარღვევა გვჭირდება ლეიკოზის მიმართულებით. ჩვენი რეფორმით მოახერხეთ არა მარტო ჯანდაცვის გეოგრაფიის გაპართოება, არამედ სოციალური თანასწორობის ძალიან ძლავრი მექანიზმის შექმნა. მე თითქმის ყოველი მორიგი საავადმყოფოს გახსნაზე პირადად მივდივარ და ზოგიერთებს გონიათ, რომ ხალხი ძალით მოყავთ, რავი, კონდახებს ურტყავენ თავში, რომ გამოდით სიცივეში პრეზიდენტს ანახავთ. და ხალხი მოდის ამაზე როგორც ზეინზე. გუშინ ნახე ყვარელი საავადმყოფო მაგალითად. იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, ვისაც უნახავს ყვარლის წინა კლინიკა და ვისაც უნახავს დღეს, ეს არის სხვა საუკუნე და ის არის სრული კატასტროფა. და ხალხი რომელიც ამ საავადმყოფოებში მიდის და ნახავს, ეს წარმოიდგინე ადგილზე, სადაც არაფერი არ არის ხშირად გარშემო, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის პალატები. ცხელი ცივი წყალი, კონდიციონერები, ყველაფერი და რა თქვა, ეხლა ამას გვამადლია. მე მგინდა გითხრათ, აი ეხლა ყავდა სპეციალისტი მაშინაც გუშინ ნოდა ყიფშიძე, რომელმაც თქვა, რომ ამერიკაში მე ასეთი კლინიკები არ მინახავს და მართლა ასეა. იმიტომ რომ ახალია, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიებით არის და ბევრი ვინც არის უცხოეთში, ის იყო წარსული, მაგრამ იმაზეც კი ოცნებას არ შემოძლო, როდესმე რომ აღმოჩნდებოდა ის სისტემა და მე მაგალითად ყოველთვის მივუნატროდი ჰოლანდიის ჯანდაცვის სისტემას, ახლახან ვიცი რომ ჰოლანდიელებმა გამოთქვეს სრული რომ ჩვენგან ისწავლონ როგორ ვაკეთებთ ჩვენ ამ რეფორმას და ესეც მართლა სასწაულია, ჯერ კიდევ ძალიან შორი გზაა გასავლელი ექიმების კვალიფიკაციასაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მინდა მამაკს პატივი როცა ხსნი ამ საავადმყოფოებს წავიკითხოთ თანასწორობის განცდა თითეული ადგილობრივი მაცხოვრების თვალებში. ეს არის განცდა სიამაყის, რადგან უეცრად ის რაც აქამდე მისთვის არ არსებობდა, დღეს მისი საკუთრებაა. ისაც ადრე მხოლოდ ორ ქუჩაზე მცხოვრებ ელიტას ეკუთვნოდა. უეცრად მთელი საზოგადოების კუთვნება გახდა. საქართველოში შენდება თანამედროვე ევროპული დონის ჯანდაცვა. მაგრამ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ახლა ის არის, რომ გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი. ჯერაც ბევრი საქართველოს ქართველისთვის მაღალი დონის ჯანდაცვა იმ ფუფუნებად ითვლება, რომელსაც მისი საფულე ვერ გაცვდება. ხელმისაწვდომობის დის თავარი ინსტრუმენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა. ამიტომ ჩვენი ამოცანა დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა. იმიტომ რომ რო არ ხდება სიტუაცია, რომ ამასინათ თელავის ბაზარი შეხვდა ერთ სანდომიანი ქალბატონი ექიმი პროფესიით და მითხრა რომ ქიმიოთერაპიის კურსია, რომელიც 10 ჯერ აღემატება იმ ბიუჯეტს, რომელიც მისი ოჯახს შეუძლია გამოყოს მისთვის. და ესეთი ადამიანები არის, ამ ადამიანებთან ჩვენ შეხება გვაქვს. ძალიან ბევრი ადგილ შეხება, ვისაც აქ უკვე ხელ მიუწვდება ამაზე და ძალიან ბევრი დარჩა, ვისაც არ მიუწვდება. 2006 წლამდე მინდა შევახსენო ყველა ციფრები. საქართველოს სამედიცინო დაზღვევა ქონდა 40,000-ზე ნაკლებ ადამიანს. მინდა გავიმეორო 40,000-ზე ნაკლებ ადამიანს. ამ პერიოდთან შედარებით 2011 წლის ბოლოსთვის დაზღვეულთა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 40-ჯერ და წელს კი კიდევ გაიზრდება. 2012 წელს ქვეყანაში დაზღვეული იქნება ყოველი მეორე მოქალაქე. ეს არის თითქმის 2,5 მილიონი ადამიანი. და ეს არის ზუსტად პარტიორობა, როცა ვიტახით, რომ რას გვამადლიან ესენი საავადმყოფოებს, ეს ხო სადაზღვევო კომპანიებმა ააშენეს, ხო
სადაზღვო კომპანიები აშენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო აზღავს და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფო ამაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესმა აშენა. და რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესს ამისთვის უნდა უთხრათ მადლობა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობებში, რატო ვერ აშენებენ რუმინეთში, მაგალითად ბულგარეთში, ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში უკვე. სხვა გარემოა საქართველოში. ამ გარემომ წარმოშვა ამ საავადმყოფოების შესაძლებლობა, აშენების შესაძლებლობა. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვ წელს 650,000-მდე პენსიონერი და 300,000-მდე ბავშვი დაემატება. და ეს იქნება დიდი გარდატეხა 100,000 ოჯახის ცხოვრებაში. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს უამრავი პენსიონერი და მისი ოჯახის წევრები. მით უმეტეს მათში, როდესაც ასაკოვან ადამიანს უკვე უფრო ინტენსიური მკურნალობა ჭირდება. დღეს მდგომარეობით შეუძლებელია ასაკით პენსიონერის დაზღვევა, რადგან სადაზღვო კომპანიები თავს არიდებენ ამასთან დაკავშირებულ ფინანსურ რისკებს. შესაბამისად, მკურნალობის მთელი ტვირთი მოდის მათი ოჯახის წევრებს და რაც გავითვალისწინებთ გაზრდილ ფასებსა და უშიშრობას, ხშირად ტრაგიკულ რეალობასთან არის დაკავშირებული. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ხელჩამოშებულ უყურებს თუ როგორ ართმევს ავადმყოფო მას შობელს, ბებიას თუ ბაბუას და უსახსრობის გამო ვერაფრით ეხმარება. მას არის გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევები, როდესაც მომლელით და მეურო საერთოდ არ არსებობს. პენსიონერისთვის და ღვთისანაბარაა მიტოვებული საკუთარ ავადმყოფობასთან. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დაპირებულ $100 საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. თუ ადრე პენსიონერი მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამების შეზღუდული სერვისებით სარგებლობდა, მაგალითად ქიმიოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში მოგახსენეთ აი მთელაველი ექიმის მაგალითი 500 ლარზე მეც არ უთვლიდა და სადაზღვევო პაკეტი ახლა ის 12,000 ლარამდე გაიზრდება. ასევე სჭირდებოდა გეგმიური ოპერაცია, მაგალითად მენჯბარძაკი და კატარაქტის ოპერაცია. მე სპეციალურად მივიდივარ დეტალებში, მე არ მინდა რომ ეს მოსაბეზრებელი იყოს, თუმცა ეს არის კონკრეტული ადამიანები, ეს ვინც გვისმენენ და ვისაც უამრავ ადამიანს შეიძლება კატარაქტის ოპერაცია ასაკთან ერთად, ხო? რაც ხშირად ემართება ხანდასმულ ადამიანებს. არასდროს არ იფარებოდა დაზღვევის მიერ. წელს მოხუცებს, უფრო ასაკით მოხუცები არ არის შეიძლება თორე ტერმინი, ადამიანებს, ვინც 60 წელს არის გადაცდილი, პირველად ექნებათ საშუალება დაზღვევის ხარჯზე დაიფაროს არა მარტო ეს, არამედ სხვა გეგმიური ოპერაციებიც. თუ რომელიმე პენსიონერს დაჭირდება გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რაც ყველას მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებულ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სექტემბრიდან ეს მომსახურება ულიმიტო იქნება. თუ ადრე სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ პირველ 3 დღეს უფინანსებდა урგენტული პროგრამით და მეტი არასდროს არაფრისთვის არ გადაგვიხდია, ამ პროგრამის მიხედვით ხანდასმულ მოქალაქეს შეიძლება მთელი გადაუდებელი მკურნალობით დაუფაროს სახელმწიფო. ვიდრე ეს დასჭირდება და ის იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის ხარჯებს სიმძიმე აღარ დააწვევა თმის ოჯახს და ყველაფერი ეს დაზღვევით ანაზღაურდება. პენსიონერთა ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო წამლები. განსაკუთრებით ქრონიკულად დაავადებული პაციენტებისთვის. თუ დღემდე მხოლოდ 50 ლარის ნახევარს იხდიდა სადაზღვევო გეგმა, სექტემბრიდან ეს ლიმიტი გაიზრდება 4-ჯერ და 200 ლარი გახდება. ასევე 100 ლარის ღირებულების მედიკამენტები ანაზღაურდება სადაზღვევო ვაუჩერით. დღეს მინდა ახალი ინიციატივაც გაგაცნოთ. 2013 წლის 1 იანვრიდან თითოეული ოჯახი ეს ინიციატივა, რომელიც ეფუძნება ახალ ბავშვების შობადობის სტიმულირებას, თუ დავდივარ ამ საავადმყოფოებში და საოცრებაა პირდაპირ ყველა ახალ ადრე რას ელოდებოდნენ არ ვიცი ეს ხალხი, მაგრამ ყველა ახალ გახსნილ საავადმყოფოში არის 3, 4, 5, 10 ახალშობილი. და მართლა საუკეთესო პირობებში ყველაზე პოპულარული სერვისი ამ საავადმყოფოში არის ახალ ბავშვის გაჩენა. და ამიტომ კიდევ უფრო მეტად რო წავახალისოთ, თუნდაც სიმბოლური ზომა მიმართულებით, 1 იანვრიდან მომავალ წლის თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებს 1000 ლარს, ხოლო ყოველ მეოთხეზე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. ასევე 2011-13 წლის 1 იანვრიდან დამატებით დავაზღვოთ ყველა იმ ბავშვს და 18 წლამდე ახალგაზრდას, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და ეს ამ ოჯახებს შეეხება, რომელიც 4 ან მეტი ბავშვი იზრდება. მე ვფიქრობ, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბოლო წლებში შობადობის ზრდის ტენდენციას, ასევე ხოდა ამიტომ მინდა ამ თემაზე განსაკუთრებით მადლობა გადაუხადო მის უწმინდესობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც მუდმივად ახსენებს ქართველებს, რომ უნდა გამრავლდნენ.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს ერთობლივი ძალისხმევა კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს და უკვე მოაქვთ. მინდა დაუბრუნდე დაზღვევის თემას. რაც შეეხება ბავშვების დაზღვევას. აქამდე არსებული ბავშვთა სტაციონარო დახმარებას სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ სამწლამდე ბავშვებზე ვრცელდებოდა და ისიც ძალიან შეზღუდულად. ჩვენი გეგმის მიხედვით, სექტემბრიდან ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. ასე რომ უმაღლესი კლასის ჯანდაცვა უფრო მეტი მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის გარდა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის, რომ საბოლოო დაზღვეული იქნება 2,5 მილიონი მოქალაქეს საშუალებას გვაძლევს, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იმ დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ არის დაზღვეული. ასევე უნდა ჩამოვაყალიბოთ თამაშის ახალი წესები, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სადაზღვევო კომპანიების და კლინიკების მხრიდან. ჩვენი ამოცანა ერთი მხრივ დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ დაზღვეულთა უფლებების მაქსიმალური გაზრდა და დაცვა. როგორც სადაზღვევო კომპანიებიდან, ასევე კლინიკებთან მიმართებაში. ამისთვის ჩვენ ერთი მხრივ უპრეცედენტოდ ვამკაცებთ სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჯარიმო სანქციებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მათი დანაშაული დაზარალდება პაციენტების ინტერესები. ხოლო მეორე მხრივ ვქმნით თამაშის ახალ წესებს, რომლითაც სადაზღვევო კომპანიები ვალდებული იქნებიან დაიცვან დაზღვეული მოქალაქეების ინტერესები და არ მოატყუონ ისინი. ამ სფეროში პრობლემები ჯერაც ბევრია. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აწყდებიან უსამართლობას სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვევის პროდუქტის შეთავაზებისას. ხშირად არაკეთილსინისიერი მანიპულაციების შედეგად დაზღვეულმა მოქალაქემ რეალურად არ იცის რა ეკუთვნის და რა არა. რას დაფარავს დაზღვევა და რას არა. ან გონია რომ იცის, მაგრამ ამისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში აღმოაჩენს, რომ თურმე მწარედ ცდებოდა. ახალი წესები უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეს აღარ გაუჩნდეს უსამართლობის და დაუცველობის განცდა. პირობები ცხადად უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ რა ანაზღაურდება დაზღვევით და რა გამონაკლისები არ უნდა აძლევდეს სადაზღვევო კომპანიას საშუალებებს უარი უთხრეს დაზღვევის მომსახურებას. მაშინ ეს ყველაზე მეტად როცა მას სჭირდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეორე საკითხია, დროზე ხელფასების გაცემა საავადმყოფოში. მე აღმოაჩინე, რომ რამდენიმე ახალ საავადმყოფოში, რომელიც გავხსენე, სადღაც 2 კვირით, 3 კვირით დაიგვიანეს ხელფასები, ვითომ არაფერი. ძალიან მკაცრად მოთხოვთ ამაზე პასუხს. ღმერთმა არ ქნას, რომ ექიმები, მედები, ექთნები იყვნენ ისევ სალიტრები ხელში შემყურე პაციენტის და აბა ვირას ჩაუდენს ფულს. ღმერთმა ეს არ ქნას. იმიტომ ეს არის სისტემას ბოლოს მოუღებს თავიდანვე. პირიქით, თანდათან განსაკუთრებით უმცროსი სამედიცინო პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს. და ამიტომ აქ ყოველგვარ ტექნოკრატიულ რაღაც ახსნებს ჩვენ ვერ მივიღებთ, ეს არის მართლა დანაშაულის ტოფას ქმედება და შესაბამისი რეაქცია უნდა გქონდეს სახელმწიფოს მხრიდან და ავყვეთეთ, მაგრამ მომავალში ეს ხალხი არის გაფრთხილებული. ეს არის ჩემი სამხრივი განწყობა სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა ასეთი მასშტაბის დაზღვევა შესაძლებელი გახადა სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიების შორის თანამშრომლობის ახალი ატმოსფეროს ჩამოყალიბება. მეც მივესალმები ასევე ამ შენიშვნებთან ერთად სადაზღვევო კომპანიების მონდომებას, რომ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით გნებავთ სახელმწიფოს ზედამხედველობით აღმოიფხვრას ყველა არსებული სირთულე და პირველ ადგილზე მოქალაქის ინტერესები დადგეს. სადაზღვევო კომპანიებს კარგად აქვს დაცნობიერებული, რომ ჩვენ იმიტომ არ ვაფართოებთ დაზღვეული ადამიანის წრეს, რომ შემდეგ ამ ადამიანები მოთხოვებულად და მიტოვებულად იგრძნონ თავი. ამას ჩვენ არ დაუშვებთ და ეს არის ჩვენი პირობა თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. 2012 წელს ვაცხადებთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომის გარდამტეხ წლად. წლად, როცა ყოველი მეორე ქართველი იქნება დაზღვეული და მისთვის რეალურად ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ჯორის ჯანდაცვა. დღეს ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ, რომელიც მომავალი თაობების ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის მართლაც ითვალისწინებს, წლების განმავლობაში ჩვენ უუმობლად ვებრძოდით ნარკომაფიას, ნარკოტიკების გამსაღებლებსა და გამავრცელებლებს. ამათ ხელშესახების შედეგი გამოიღო და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ მე მინდა ყველა ერთხელ შევყოდეთ და დავფიქრდეთ, რას მივახციეთ ბოლო წლებში. 2007 წლის შემდეგ ნარკოდანაშაულობა საქართველოში იკლო 53%. ანუ განახევრდა უმთავრესი საფრთხე ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ეს არის ის, რასაც ვერ ვამჩნევთ, რომ აღარ არის პრობლემა. და როცა აღარ არის პრობლემა, გონია რომ ადვილად წავიდნენ. ეს იყო ერთ-ერთი თავარი შემოსავლის წყარო, მათ შორის იმ კორუმპირებული чиновникების, რომელიც უკან მოძრო შეძრომას ცდილობენ ისევ ხელისუფლებაში. და ამიტომ გვინდა გვახსოვდეთ რა საფრთხესთან ქონდა საქმე. ამ ბრძოლას მეორე მხარეც ეს არის ზრუნვა ნარკოდამოკიდებულ კურნალობასა და რეაბილიტაციაზე. გიგი წერეთელი ამაზე ბევრს მუშაობდა ყოველთვის. მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ თანხების გარკვეული ნაწილი, რომელიც ნარკოდამნაშავეებაზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოდის, ხო არის ეს თანხები, ასევე ნარკოდამოკიდებულთან კურნალობას მოვახმაროთ. ამასთან
შევქმნათ ამის სპეციალური ცენტრები და საქართველოს ვაქციოს ხოჭოს ცენტრად მნიშვნელოვნად ახლა როგორც ჩვენი ზოგიერთ მოქალაქეთა ისე ყირგიზეთში სამკურნალოდ და 1000 გვარ ექიმბაშებს ალევს ამ ფულს ან ვისაც ფული აქვს იტალიაში და ასე შემდეგ საქართველოში გავაკეთოთ ეს ცენტრი და უხმარ მაგრამ ამავე დროს მომავალშიც უმობელი ვიქნებით ნარკო გადამყიდველთა გამსახურებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ბრძოლა საქართველოს სამართალდაცვა სისტემის პრიორიტეტად რჩება.